გამარჯობა, მე ვარ დავით თუცუბიძე, თქვენ უყურებთ ქართაგის ახალ ეპიზოდს. გეშვეს უბრალოდ გიყოლება Porsche Cayenne Turbo GT. რატომ ავარჩიეთ ეს ავტომობილი? ზოგადად როგორც იცით, არ ვიღებ ხოლმე ავტო რევიუებს თუ რამე განსაკუთრებული ავტომობილი არის, მაგრამ ეს ავტომობილი ნამდვილად განსაკუთრებულია. ყოველ შემთხვევაში ფურცლებზე და რუსთავის ავტომობილებზე სწორედ მაგიტომ რომ გავარკვიოთ, მართლა ესეთი საოცარი მანქანა არის თუ არა Turbo GT. დავიწყოთ მისი მონაცემებით, რაც პირველ რიგში უნდა იცოდეთ აუცილებლად, რადგან ამ ავტომობილს აქვს 651 ცხენისალა და 850 ნიუტონ-მეტრი. ტურბინზე არის საუკეთესო დროის მქონე SUV კლასში. და სადაც წავიდა ეს ავტომობილი და Porsche-მ ჩაიყვანა მსოფლიოს სხვადასხვა ავტომობილებზე, ყველგან ფაქტიურად რეკორდი მოხდა თავის კლასში. ჩვენც რა თქმა უნდა არ დავაგელით და მოვიყვანეთ რუსთავის ავტოდრომზე. მე ვერ შეგვიდებით რომ ამ რუსთავის წეგის რეკორდს მოვსნით, დათასა აქვს როგორც მახსოვს ალფათი რეკორდი SUV კლასში, მაგრამ შევეცდები რომ კარგად გაჩვენოთ თუ რა შეუძლია ავტომობილს ავტოდრომზე. ეხლა წავიდეთ ტრეკზე, გავზომოთ ტრაკზე აჩქარება, ტრაკი წარმოგებული გაქვს თან და ასევე ნახოთ თუ ტრეკზე როგორ შეძლებს ავტომობილის სიარული. მოგიყვებით ამ მანქანის ფუნქციების შესახებ. დიდი ავტორევიურები არ ვაქვს, როგორც წინა ვიდეოში ვახსენე, ეხლა მაგალითად ისეთი როგორც ანაზმა არის. თუმცა ვეცდებით რომ კარგად გამოვცე ამ მანქანის შესაძლებლობები და ამაში რა თქმა უნდა დამაყარება უბრალოდ ავტოდრომი, იმიტომ რომ ტრეკთან ახლოს ვართ, ეხლა საფულს დავიკვრა და შევარდეთ. სანამ ტრეკზე შევალთ, უცებ მინდა გაჩვენოთ საინტერესო რაღაცები ამ ავტომობილზე, იმიტომ რომ აღრთმანეული ვარ. მაგალითად, მისი სატორმოზე სისტემა, რომელიც არის უზარმაზარი, აი ხედავთ, კარბონკერამიკული და ეს Porsche ეს მაგნეზიუმის 22 დიუნიანი დისკები, რომელიც ულამაზესია და უმსუბუქესია მიუხედავად იმისა, რომ ამხელა, ასევე მისი ეს უზარმაზარი სუპორტები, რომელიც გახლავთ 10 Porsche-იანი. ასევე გვაქვს სუპერ ქარებივით, კარბონის დეტალები ძალიან ბევრია მანქანაში, მაგალითად სარკეები, ასევე ჭერის გახლავთ კარბონის და ასევე უკანამარებ მხარეს გვაქვს კარბონის დიფუზორი, სადაც მოთავსებულია ეს ულამაზესი ტიტანის გამშვების სისტემა, რომელსაც ძალიან მაგარი ხმა აქვს. სიარულში რა თქმა უნდა უფრო მაგარი მაინდა. კაი, ახლა კი წავედით ტრეკს. მოგეთ ახლა შევალთ ტრეკზე. პირველ რიგში მაინტერესებს 402 მეტრის გავლა და 0-დან 100-მდე რამდენი შეაშკარდება. ნახოთ რამდენად კარგი სტარტი მექნება. რა თქმა უნდა დრაგი წამოღებული მაქვს და ერთად ნახოთ თუ რას შეძლებს ეს მანქანა. სპორტი გვაქვს და ასევე სპორტ პლუსი. სპორტ პლუსში გადავიდან სავარაუდოდ, იმიტომ რომ უფრო აგრესიულ რეჟიმზე იქნება ავტომობილი. ასე რომ უკვე შეგვიძლია მივიდეთ სტარტის ხასთან და გავტესტოთ ჩვენი Porsche. იმდენად აგრესიული, ესე ვთქვათ, დახრის კუთხე აქვს საბურავებს და იმდენად ტრეკზე არის ეს მანქანა ფოკუსირებული, რომ მოხვევის დროს თითქოს ესე ხტება წინა სავალი ნაწილი. რაც ძალიან უცხოა და იშვიათია, მაგრამ სარბოლო ავტომობილისთვის დამახასიათებელი. აი ყოველდღიური მანქანისთვის რამდენად კომფორტული არის ეს ყველაფერი არ ვიცი, თუმცა ეს ავტომობილი ესე იქცევა. რაც კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ავტომობილი არის ტრეკისთვის მოწყობილი. Всё, Sport Plus-ში ავტომობილი, დრაგი დარესეტებულია. და ჩვენ მზად ვართ. ეხლა ის გადაგვჩენია რომ კარგად დავსტარტოთ ავტომობილი. წავედით. საოცრად წავიდა. შენაც კარგია ეს მანქანა, ვერც კი გამოვსებს სიტყვებით. უკვე 200 თვილი ვარ და გადავყიდეთ ფინიშის ხაზზე. გავაჩეროთ უსაფრთხოდ. 0-დან 100-მდე აშკარება იყო 3.58, ცოტა დაბუქსავდა, 4 თვლით დაბუქსავდა ეს ავტომობილი დაძვის დროს და 1/4 მილი გავიარეთ 11.5 წამში. პირველი გასვლა იყო საბურავი შედარებით ცივია და შედარებით დაბუქსავება მოუწია საბურავს. მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ და შემდეგ უკვე შეგვიძლია წავიდეთ და ტრეკზე ვიაროთ. რა თქმა უნდა, რამდენჯერმე დალანჩვასთან ამ ავტომობილის პრობლემა არასდროს არ აქვს, იმიტომ რომ Porsche-ია და სხვა მანქანებივით პრობლემები არ ემართება. ყველგან ყველა შუქრიშანთან შეგიძლიათ ლანჩით დაისტარტოთ, თუმცა ქალაქში მაინც არ გიჩვენებთ, იმიტომ რომ სულ რაღაც 3.5 წამში, ეხლა ვეცდები რომ გამომჯობეს 3 წამში ეს ავტომობილი 0-დან 100-მდე შკარდება. გონი უკეთესი სტარტი იყო.
ტრეკზე. მოდი ამჯერად ჩავხედოთ როგორი იყო მონაცემები. ამჯერად უკვე ფაქტიურად ქარხნულ მონაცემებს გაუტოლდით, იმიტომ რომ 3.3000-ში აჩქარდა და ნახოთ გავაუმჯობესეთ თუ არა ჩვენი დრაგის დრო. დრაგიც გავაუმჯობესეთ 11.37 მიასედი, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია, უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგენთ ამ ავტომობილის, სამხელა ავტომობილის წონისთვის ესეთი მონაცემი ნამდვილად დაუჯერებელია. მოკლედ ახლა შევალ კამერებს გადავანაცვლებ ისე რომ გზაც გამოჩნდეს და შეგვიძლია უკვე დროზე შევუდიოთ და შევიდეთ ტრეკზე. ძალიან დიდი აქვს ავტომობილს და ფაქტიურად ვეპრობი ისე როგორც სულ 900 თერმეთს, მაგრამ მაინც უკლავდება, დაუჯერებელია. ესეთი კონტროლებადი SUV არ ვიცი სხვა მეორე რა შეიძლება იყოს. დარწმუნებული ვარ რომ თუნდაც Lamborghini Urus ამასთან ახლოს ვერ მივად ტრეკზე. მთელი დღე შეგიძლიათ მეგობრებო აესე იაროთ პორშეთი ავტოდრომზე. არ ვიცი პორშე ამას როგორ აკეთებს, მაგრამ ნებისმიერი M-ი ან AMG ამდენ ხანში უკვე ტრეკზე ადუღდებოდა. მით უმეტეს ესეთი წონის ავტომობილისთვის ასე სიარული ამდენ ხანს, ამდენი წრე უბრალოდ ვფიქრობ, რომ შეუძლებელია. ართვის შევ სპეციალურად ანუ სპორტიოში გათიშულია ოღონდ ესე ვთქვათ ბოლომდე არა რაღაც მომენტებში ვზნობ როგორ მიჭერს ტრეკშენი თუმცა ეს არ არის ამ
დაწყებით დარბილდა. ამიტომ ჯობია უკვე გამაგრილებელ წრეზე წავიდეთ. და ჩვენც გავვრილდეთ. საოცარი მანქანა. საბურავებში წნევა მოიმატა 3.4 ბარი არის წინა საბურავებში და 3.3 ბარი არის უკანა საბურავებში. საოცარი მანქანა არის. აი არ ვიცი, მოცემებით ვერ გადმოვცემ. გარედან რო შეხედავთ ავტომობილის, საერთოდ ვერიფიკებთ რომ ამდენი შეუძლია, თუმცა საოცარი სამართავია. აი თქვენ თვითონაც დაინახავდით. ტორმოზის ესე ვთქვათ სითხე სამოხუჟე სისტემაში ნამდვილად ადუღებულია, იმიტომ რომ ტორმოზის პედალი საკმაოდ დაბლა ჩავიდა, ანუ გვიან რეაგირებს, გვიან ჩერდება ავტომობილი. თუმცა რა გამოცდილებაც მივიღეთ, საკმარისია იმისთვის, რომ სადმე 7 გარემოში ახლა მოგიყვეთ თუ რამდენად მაგარი მანქანაა ეს. Всё, მოხსნა SUV-ის რეკორდი. SUV-ის რეკორდი 56 და 7. და მე ვიყარე 53 და 8-ში. მაგრამ ეს ამის მაქსიმუმი არა. ამ ავტომობილით ჯერჯერობით მის პატრონს ვახოს არულია ტრეკზე. დიდი მადლობა ვახო რომ მათხოვე კიდევ ერთხელ ეს ავტომობილი. და დარწმუნებული ვარ ვახო ძალიან კარგი ბრძოლია, დარწმუნებული ვარ რომ ჩემზე კარგი დროს დააფიქსირებს. და კიდევ უფრო გაუმჯობესებს დროს. მოკლედ ეს ავტომობილი ყველა საწვავს ანადგურებს, რასაც ჩაასხამთ, მაგრამ შეერგოს რასაც წვავს, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო სამართავი მანქანაა. ნახავდით კადრებს. ჩვენ ახლა შემოვიარეთ წყნეთის ფილიალის პორტალში, სადაც გადავამატებთ სუპერს, გავავსებთ ბაქს და უკვე გამოგზავრებით დიდგორისკენ, სადაც შემოგთავაზებთ უკვე ძალიან ლამაზ კადრებს ამ მანქანაზე. თქვენ კი თუ გნებავთ საუკეთესო საწვავი, საუკეთესო ფასად, გამოიარეთ წყნეთის ფილიალში, სადაც ყველა სახის საწვავი დაგხვდებათ მათ შორის სუპერი. ახლა კი წავედით. დაღვლილი დღის შემდეგ ამ ავტომობილმა ავტოდრომზე სახე გამაცალა, უბრალოდ აღარ შემიძლია ფეხზე დგომაც კი, იმდენად დიდი ენერგია წაიღო, თუმცა ამათ ღირდა, იმიტომ რომ კიდევ ერთი ახალი ქართული რეკორდი მოხსენით. ეს ავტომობილი გახლავთ ყველაზე სწრაფი თავის კლასში, SUV კლასში, რომელმაც შეძლო და ყველა მის კონკურენტს აჯობა. დრო გახლავთ წუთი 53 და 800 მიასედი და რა თქმა უნდა დათახაჯაძესთან დადასტურებით. ხო და ეგ არის რა. შეგიძლიათ თამამად თქვათ, რომ SUV-ის რეკორდსმენები ვართ თქო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ამ ავტომობილით ყველაზე სწრაფი ვარ რუსთავის სადროზე. რა თქმა უნდა გულისხმობ SUV კლას, ანუ ამ კლას, მაღალი გამოვლობის ავტომობილებს და არ მაქვს საუბარი სპორტულ ან სედანებზე ან სხვადასხვა კლასის ავტომობილებზე. ახლა კი დაახლოებით წარმოგიდგენთ რომ შეგიქმნათ თუ როგორი არის ეს ავტომობილი ავტოდრომზე და ასევე ქალაქშიც, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ვიარეთ უკვე. გეტყვით რომ პირველ რიგში გასათვალისწინებელი არის ამ ავტომობილის დაკიდების სისტემა. რა თქმა უნდა აქვს ეგრეთ წოდებულ ბალიშებზე სხვადასხვა რეჟიმს ერგება თავისებურად, აქვს რამდენიმე რეჟიმი, თუმცა ამ საბურავებით უფრო-ზე საერთოდ არ უნდა წაიყვანოთ ეს ავტომობილი. მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა გადაუხიოთ გზიდან, იმიტომ რომ ეს ავტომობილი მაინც ორიენტირებული არის ტრეკზე, სიარულზე და იმაზე, რომ ბანზე და მაგისტრალებზე საკმაოდ ჩქარა გადაადგილდეთ. ამისთვის არის შექმნილი ზუსტად. თუმცა ტრეკზეც ძალიან მაგრად იმუშავა ყველაფერმა, სამოხუჟე სისტემამ იდეალურად გაკაჩა, ასევე არანაირი პრობლემა არ ქონია გაგრილების სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა სამხელე წონა აქვს, იდეალურად გართვა თავი. რაც შეეხება მის მოუდებს, ვიყენებდი Sport Plus, აქვს კიდევ სპორტი, რომელშიც მეტად ხისტება დაკიდების სისტემა და ესე ვთქვათ, უფრო გზნობიერი ხდება გაზის აქსელერატორი, გაზის პედალი, თუმცა Sport Plus ვიყენებდი, traction control-ი არ მქონდა კათიშული, რის გამოც გააკვირდებოდით რაღაც მოსახვეებში, როდესაც გამოვდიოდი, traction control-ი ესე ვთქვათ, მითიშავდა გაზის პედალს, რადგან მანქანა ცდილობდა დრიფტში ჩადგომას. არ გამითიშია, რადგან ჩემი მანქანა მაინც არ არის. კიდე რაღაც პატარა ხრიკები
დისკები იყო ელექტრონულად, რომლის ჩარევის შემთხვევაში ეს ავტომობილი კიდევ უფრო მაგარი გახდება რუსთავის ავტოდრომზე. რა შეეხება ქალაქში გადაადგილებას, მაინც იგრძნობა, რომ ავტომობილზე არის უზარმაზარი 22 დიუმიანი დისკები და საკმაოდ ესე ვთქვათ გრუბია ქალაქში გადაადგილებისთვის. პატარა უსწორმასწორო ზედაპირსაც კი ეგრევე გრძნობთ, თუმცა დაკიდების სისტემა თითქოს აბალანსებს ამ ყველაფერს და საერთო ჯამში ავტომობილი რბილია. როგორც კი მოისურვებთ, რომ იყოს ესე ვთქვათ ტრეკზე ორიენტირებული, გადავთავთ რეჟიმს და აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება და ავტომობილი მზად არის, რომ ტრეკზე ირბოლოს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ოდნავ მაღალი 911. იმიტომ რომ აი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს ავტოდრომზე, რაც უნდა გააკეთოს სპორტულმა ავტომობილმა. არა და რომ შეხედავთ, საერთოდ არ არის ეგეთი. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან 20000 გამომწერზე როგორც კი ავალთ, როგორც 10000 გამომწერზე, ისევ ავარჩევთ 3 გამომწერს, ვისაც მოვიყვანთ ჩვენთან და შევეცდებით რომ ვასწავლოთ დრიფტი. თქვენ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ. დაგვიწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ ავტომობილზე, ან რომელი SUV-ია თქვენთვის საუკეთესო, აი რომელს ამჯობინებთ ამ ავტომობილს. ჩემი აზრით, ეს ავტომობილი არის საუკეთესო თავის კლასში და კონკურენტი უბრალოდ არ ყავს. დაგემშვიდობებით აბა დროებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.